კომუნა არის, რო იცოდე, ქართულად community არის კომუნა. იცოდი ეგა? ანუ კომუნა ქვია რა. ერთხელ ვიყავი რაც მარკეტერების სამიტი იყო რაღაც. კომსკულის და კომუნა ხშირად იძახდნენ ამ სიტყვა კომუნას და თურმე community არის კომუნა. რითი აპირებ ბასტო გამარჯვებას რითი რა თქმა უნდა community. ესეთი ლექსია და მეგობრებო რო იცოდეთ მართლა ეგეთ დამოკიდებული მაქვს თუ რამე მინდა რამეში მინდა გავიმარჯვო თუ რამეში მინდა წინ წავიდე არასდროს არ მიფიქრია რომ ეს ნანუკას გარეშე მოხდებოდა და community-ს გარეშე. დაგიბრუნდით, ხშირად მიწევს ამ სიტყვის თქმა დაგიბრუნდით, მაგრამ რაც თავარია მიწევს ამის თქმა დაგიბრუნდით და ვიძახი, რაც ნიშნავს იმას, რომ მართლა დაგიბრუნდით, ანუ რომ არ დავბრუნდე ხო, ვერ ვიტყვი რომ დაგიბრუნდით თქვა, ამიტომ დაბრუნებაც დადებითი სიტუაციის ნაწილია. ნაწილია დედრობითი სქესის წარმომადგენელია, ხოლო თუ მამრობითი სქესი შეგინათ ეს სიტყვა თქვა ნაწიგია. ის სიცილები მეგობრები ციცინიან, თოჯინები ციცინიან. იმიტომ ვიყავი წასული რომ სხვათა შორის Ed Black-ზე სეტანტასთან. ერთად სეტანტა ვახსენე და აქვე გეტყვით რომ ჩემი პრომოკოდი ისევ მუშაობს, ისევ 30% ემფას დაკლება, ოღონდ აგვისტოში ხო არაფერი არ ხდებოდა. ჩემპიონთა ლიგა დაიწყო, ფენტეზი გავაკეთე, პრემიერ ლიგა დაიწყო, ლა ლიგა დაიწყო, ის დაიწყო, ეს დაიწყო, UFC-ები მოდის, ასე შემდეგ, ამიტომ გამოიწერეთ სეტანტა ბასტო დიდი ასოეთ პრომოკოდით და მიიღეთ ისედაც ამ 2 კაპიკიან შეთავაზებაზე 1 კაპიკიანი ფასდაკლება. სეტანტას ეგიდით ვიყავი წასული Ed Black-ის რაღაცა ივენთია, მარკეტერების, რაღაცა კამპანიების დაჯილდოება და ასე შემდეგ რა. და ვიყავი სპიკერი. და რომ დამერეკეს რომ ბასტო, თუ შეიძლება რომ იყო სპიკერიო და მეთქი სპიკერი ვარ ისედაც და რამე ახალი მითხარით თქო და კაი თქო დავთანხმდი ხარ. მაგ შესაძლებლობას არ დავკარგავდი, მიკროფონი მომცა წინ ხალხი დამისვა და თან მარკეტერები და მე საუბრის საშუალება მომეცეს, რა თქმა უნდა თანახმა ვიყავი ამ ყველაფერზე. უცებ რამდენიმე დღის შემდგომ ვიგებ რომ ეს სპიკერი თურმე არის ინგლისურენოვანი, ანუ ინგლისურად უნდა გილაპარაკო. და ის თავდაჯერება ის ყველაფერი რაც მქონდა გამეათედდა, ანუ 10% ვიყავი. მე მეორე დღეს ვიყავი სპიკერი, მე პირველ დღეს იყო მაგარი დალევა და მეც მაგრა დავლიე და ის 10% რაც ვიყავი მეორე დღეს ნაბახუზებზე 5% დავრჩი და 5%-იანი ბასტო იჯდა იქა და სპიკაობდა ინგლისურად კონტენტზე და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო, ძალიან უხერხული მდგომარეობა გადავლახე და უფრო ძლიერი ვარ ვიდრე ვიყავი, შეტანტა მაძლევს ეს შესაძლებლობებს რომ ძალიან რთულ რაღაცაში შემაგდებს, მე იქიდან გამოცდილი გამოვდივარ და უკეთესი ვარ. მაგალითად ევროპული თავგადასავალი, რომელიც მანქანაში თბილისიდან გორამდე რო ჩავდიოდი, კვდებოდი, თბილისიდან ჩავედი დორტმუნდში და გზავრობა გადავლახე, ანუ გზავრობა აღარ მეზიზღება. თუ რა თქმა უნდა მატარებლით არ მგზავრობ. ბათუმამდე. დღეს უნდა განათლოთ. მე უნდა გესაუბროთ დღეს გემოებს. მაგრამ სანამ გემოებზე გადავალ, მე უნდა გითხრათ ძალიან საინტერესო რაღაც ყავაზე. აი როგორ იქმნება რაღაც რა, აი მაგალითად სოია соуსი როგორ კეთდება, რომ ნახოთ, ვერ მიხვდებით რომ ვიღაცა როგორ მივიდა მაგამდე, რომ ვა, მოდი ამ 35 საფეხურიან რაღაცას გავაკეთებ და იქნებ სოია соуსი გაკეთდეს. შეუძლებელი რაღაცა უცნაური რაღაცები ხდება ხოლმე და მაგის მიხედვით მე ყალიბდება ჩვენამდე მოდის, უკვე ჩვენამდე მოდის რა მოსულია უკვე სხვა მდგომარეობაში. ყავის ესეთი ლეგენდა არსებობს, მაგრამ ლეგენდა ხმა მაღალი ნათქვამია, ფაქტივით უფრო არის ვიდრე ლეგენდა. короче, ყავა გამოიგონა ეთიოპიელმა თხამ. ანუ ვიღაცა წყემსი იყო, რომელსაც ყავდა თხები და ეს თხები ყავის ნაყოფს რომ მიირთმევდნენ, აქტიურები იყვნენ უფრო რა, დახტოდნენ, დარბოდნენ, ბალახობდნენ, ჩხუბობდნენ, ქაობდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ რა და დაფიქრდა ეს წყემსი და თვითონ შეჭამა რა ის ყავა, მიიღო კოფეინი, პირველად გაიკეთა კოფეინი, მიხვდა რომ ვაუ, გაეღვიძა უცებ, მაგ თხებზე მეტი ირბინა, თვითონ უფრო დიდი თხა გაიჩითა და მიხვდა რომ ყავა თურმე კარგი რაღაც არის. მე რა თქმა უნდა შეცვალეს სტრუქტურა, ანუ ეს რო იცოდეთ, ყავის მარცვლები არ არის, ეგ არის ყავის თესლი და ვიღაც ყავის კომპანიები უმაღლესი ყავის მარცვლებისგან დამწავდა. არა, ეგ ყავის თესლებია. ხო და ანუ ეგ ხო არის ყავის ნაყოფი და შეგინთ კურკა რაც არის, ეგ არის ყავა რა. ხო და ჩვენ ხო არ ვეძახით ყურძნის კურკას, ყურძნის მარცვალს. ვეძახით ან კურკას, ან თესლს. მაგის მერე გავიდათ რომ აიკრძალა
ბევრ ქვეყანაში და სახელმწიფოში და იმპერიაში ყავა. რომის იმპერიაშიც უნდა დაკრძალვა ყავის რო იცოდეთ, მაგრამ პაპმა გასინჯა ეს ყავა და დაევასა და აღარ აკრძალეს. ანუ თავიდან ეუბნებოდნენ რომ ეს არისო ეშმაკის სასმელი არისო, ანუ ეშმაკის სასმელი ერქვა, ეს შავი რაღაცა. ენერგიაზე მოდიხარ, აღტკინებული ხარ, აღრთოვანებული, სისხლი ბროჭკარა მოძრაობს და აი ეშმაკის სახსმად აღიქვეს და პაპთან მიიტანეს რომ ნახეო გასინჯოეს საზიზღრობაო, გასინჯა პაპმა და რა მაგარი რაღაც არისო და აღარ აკრძალა. მე მგონია დაახლოებით რომ წინა ცხოვრებაში მე ვიყავის პაპი, ფრაპუჩინო მომიტანეს და მითხრეს რომ ეშმაკის სასმელიაო. მე დავლიე და მივხვდი რომ პირიქით და რა თქმა უნდა არ აკრძალე. ძალიან კარგი არის, როდესაც ესეთი პარტნიორები გყავს რა, თამამად რო საუბრობ რა. ანუ სეტანტაზე ხო თამამად საუბრობ, უძერსკესი კომპანია. Starbucks-ზე მე რა უნდა ვისაუბრო, თვითონ ლოგოც თვითონ საუბრობს, მაგრამ ეგეც ძალიან სასიამოვნოა რა. და მესამე საქართველოს ბანკი, აი ყველაზე ბრენდ რაღაცა მთელ საქართველოში რა. ამიტომ ნანუკა ამაყობს ჩემით. მე ჩემი თავით მაშინ ვიამაყებ, როდესაც ნანუკას იმ სრულს შეუსრულებ და სახს აუშენებ საოცნებას, რომელიც უნდა. ამაზე როგორ თქვეს, ეშმაკის სასმელია უნდა. არ ვიცი, მე ფული მწყდება, გასინჯული რო არ. ხო, ნანუკა შაქარს არ მიირთმევს და გასინჯული არ. მაგრამ თქვენ თუ ნანუკას ავითხართ და გონიათ რომ შაქარს ანუ მაგაზე გელაპარაკებით ზუსტად. მე მიყვარს ოსტატურად გადასვლები და სანამ ჩემ თემაზე ოსტატურად გადავალ, მოვიფიქრე ესეთი ოსტატური გადასვლა. დავფიქრდი, აი რატო შეიძლება ყავას კოფეინი, აი რატო გამოიმუშავა რა ყავამ, აი საიდან გააძრო ეს კოფეინი, სად დააგენერირა კofeini, სად აწარმოა, რატო აწარმოა და გავიგე რომ თურმე ეს არის დაცვითი მექანიზმი, რომელიც შეიმუშავა ყავის ნაყოფმა წერების საწინააღმდეგოდ რა. წერები კofeinს ვერ უძლებენ და ამ ყავას რო ჭამდნენ და არ ახარებდნენ, ამ ყავა მადგა და კofeini გამოიმუშავა და ეს წერები იკვდებოდნენ როგორც კი ამ კofeinis რაღაცა დოზას მეტს იღებდნენ. ჩვენ ადამიანები ვართ ახლა და შეგვიძლია ბევრი მივიღოთ, მაგრამ პატარა წერებისთვის ცოტა კofeinიც კი მომაკვდინებელი იყო და სწორედ ამიტომ არსებობს კofeini ყავაში. უცნაურიც არის ყავაზე რა. ფინეთში ისმევა ყველაზე მეტი ყავა. ანუ ფინეთი არის ქვეყანა, რომელსაც საშუალოდ 4 ჭიქა ყავა სვავს ადამიანი, რომელიც საკმაოდ ბევრია და ხვდები რატომაც, იმიტომ რომ მზე არ აქვს, ვიტამინი არ აქვს, ხასიათი არ აქვს, ენერგია არ აქვს და ყავა ჭირდებათ რა. მოდი გადავიდეთ ახლა მთავარ თემაზე. და ახლა ნახე რა კავშირი გავაბა რა. 4 გემო არსებობს: მწარე, მჟავე, მლაშე და ტკბილი. ეხლა ალბათ გაგიჟდებით ჩემი მეგრელი საზოგადოება, რომ ცხარე ან აჯიკა იკითხავთ, მაგრამ ცხარე გემოდ არ იდენტიფიცირდება, იდენტიფიკაცია არ ხდება გემოდ. რა არის ცხარე? მოდი ეხლა უყურეთ. ცხარე არის შეგრძნება. ანუ გემო არ არის. ანუ წიწაკა ცხარე იმიტომ არის, რომ ზუსტად როგორც ყავამ გამოიმუშავა წერების საწინააღმდეგოდ კofeini, ასევე წიწაკამ გამოიმუშავა ძუძუმწოვრებისგან თავის დასაცამად სიცხარე. კაფსაიცინი არის აი ეს ცხარე ნივთიერება, რომელიც ჩვენ გვაძლევს იმის შეგრძნებას, რომ აი რაღაცა პირში ცეცხლი გვიკიდია რა. ოღონდ ეს შეგრძნების უნარი გვაქვს მარტო ძუძუმწოვრებს. და რახან ძუძუმწოვრები ვჭამდით ამ წიწაკას და გადავამუშავებდით და ჩიტები იყვნენ ის არსებები, რომლებიც ჭამდნენ წიწაკას და მიფრინავდნენ და სხვაგან შვებოდნენ რაღაცებს, ძალიან სხვაგან და მრავლდებოდა ეს წიწაკა. წიწაკა მიფიქრა, რომ კოროჩე ძუძუმწოვრებიო ხელს მიშლიანო გამრავლებაშიო და ჩიტებიო ხელს მიწყობენო. ამიტომ გამოიმუშავა ისეთი რაღაც ნივთიერება, რომელიც მხოლოდ ძუძუმწოვრებისგან იცავს თავს რა. ანუ ჩიტის არ შეუულია კაფსაიცინის შეგრძნება, ანუ ჩიტს რამდენი წიწაკაც არ უნდა აჭამო, რამდენიც არ უნდა ახეთქო, ჩიტი ჩვეულებრივ შეჭამს რა. მაგრამ ადამიანს ბევრი წიწაკა რო აჭამო, ჩვენი ორგანიზმში, მაგალითად ენაზე გვაქვს რეცეპტორი, რომელიც იმიტაციას აკეთებს იმის, რომ პირი გვეწვის რა. ამიტომ ცხარე გემო არ არის. ცხარე არის შეგრძნება. და დაინტერესდებით ალბათ, რომ რატომ მოგწონს პირში ცეცხლი. ანუ მოდი ცხელი კოვზი ჩავიდოთ პირში, ეს წიწაკას რატო გავჭამთ. სინამდვილეში ის არის, რომ ცხელი კოვზი პირს მართლა გწვავს. და კაფსაიცინი სინამდვილეში არ გწვავს, უბრალოდ შეგრძნება გაქვს, რომ დაგწვა. და როდესაც რაღაცა პირში იწვის, ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინს, რომელიც არის ბუნებრივი, ორგანული, ტკივილგამაყუჩებელი და გვსიამოვნებს რა, გვისწორდება რა. ანუ ჩვეულებრივი ნარკოტიკივით არის ცხარე და გემო არ არის რა. თან ზეთოვანი რაღაც არის, ანუ მაგიტო არის, რომ წყლის დალევა არ შველის რა.
ანუ ცხარეს რო ჭა, მე წყალი ხო თითქოს პალეტს უნდა წმენდდეს და გაქონდეს ეს არ შველის, იმიტომ რომ ზეთოვანი რაღაც არის, ენაზე რჩება. და რძე უფრო შველის, რძეც ბოლომდე არ შველის, მაგრამ უფრო წმენს რძე, ვიდრე წყალი. კაფსაიცინი არის უცხარესი რაღაც რა. აი 10,000 ლიტრ წყალში ერთი წვეთი ჩაასხა და კარგად გაანჯღრიო, რომ იქიდან ერთი ჭიქა წყალი დალიო, სიცხარეს მაინც იგრძნობ რა. ისეთი ცხარე რაღაც არის. ეს რო იცოდეთ, ცხარე გემოში რატო არ გაიც? მეც მეგონა დიდი ხანი, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გემო ცხარე არის თქო, ამბობდი, მაგრამ ცხარე გემოს ნაწილი არ ყოფილა რა. ეგ არის შეგრძნება, რომელიც გავს დამწრობას და შემდგომ ჩვენი ორგანიზმში გამომუშავებული ენდორფინები სიამოვნებას გვანიჭებს და გვისწორდება რა და დავამუღამეთ რომ ცხარეს რო ჭამთ ის სიამოვნება გვეძლევა და გვისწორდება. მაგიტო არის რომ აი ცხარეს პირველად ვინც ჭამს არ ევასება და შეჩვევა უნდა რა. აი ცხარე ბევრჯერ რო შეჭამს მე ფსიქოლოგიურად იაზრებს რომ ცხარე უსწორდება. თორე თავიდან შეუძლებელია უცებ შეამჩნევ, იმიტომ რომ შოკი გაქვს და ვერ ხვდები, მაგრამ ყველას უყვარდება end of the day ცხარე, ვინც ცხარეს შეჭამს რამდენჯერმე. მოდი რომელიც გავს ყველაზე მეტად სიცხარეს გადავიდეთ მაგაზე. მწარე. მწარე არის გემო, რომელიც ტკივილი არ არის, მაგრამ გემო არის რა, გემოს ნაწილი არის მწარე. და მწარე არ არის, რა თქმა უნდა, წიწაკა, ბევრი გონია რომ მწარეს ეძახის წიწაკაც, მწარე წიწაკა და მწარეა შაურმა და არ არის მწარე, ცხარი არის და მწარე არის, აი მწარე კიტრი გაგესინჯავთ, აი კიტრი რომ მწარე არის, აი ეგ არის სიმწარე რა, აი წამალს რო ჩაიდებ და მწარე რო არის, საშინელება რო არის რა. და თურმე 25-მდე სხვადასხვა სიმწრის რეცეპტორი აქვს ადამიანის ენაზე. ანუ მწარეზე ვართ როგორ იცი დაგეშილები ადამიანები რომ აი შეუძლებელია მწარე გვევასება, ანუ არ გვევასება რა, მწარე. და სხვა შორის ამბობენ რომ იმიტომ გამოვიმუშავეთ მწარის შეგრძნება ესე კარგად რომ მწარი ასოცირდება საწამლავთან, ანუ შხამიანი რაღაც თუ არის, შხამის თუ აქონდა რაღაცა შხამი არის მწარე რა. და არ გვევასება, ანუ ისეთი შეგრძნებად ჩამოგვიყალიბდა რომ არ გვევასება რა მწარე რა. მაგრამ ძალიან გავს ესეთ სიცხარეს. ანუ ძალიან მწარე შეუძლებელია მოგწონდეს, ანუ ძალიან მწარე, აი ცუდი არის რა, ანუ ვერ გადაყლაპავ რა. მაგრამ აი მაგალითად ნელ-ნელა ბევრი მოხმარების შედეგად, როგორც სიცხარეზე აი ენდორფინი გამოიმუშავება, იმიტომ რომ რაღაც არ მოგწონს, განეიტრალებას ძლობს ორგანიზმი, აი ეგრე გამოიმუშავებს ზუსტად და აი ლუდი არის მსგავსი სასმელი, ყავა არის მსგავსი სასმელი, შავი შოკოლადი არის მსგავსი და საინტერესო რომ აი ბროკოლიც ეგეთია თურმე რა და ბავშვებს იმიტომ არ ევასებათ ბროკოლი ვერ ჭამენ რა, რომ რაღაცა სიმწარე აქვს, ანუ მომწარო გემო აქვს და იმენა იზიზღებათ რა ბროკოლი. ლუდზეც ეგრე არის, რომ აი ბევრს რა ლუდი შეუძლებელია, მე ვერ ხსნი ხოლმე, რომ აი ლუდი რატო გევასება, რომ მეკითხებიან, პასუხს ვერ ვცემ. მაგრამ ლუდი რო ჩემკენ მოდის მეღიმება, იმიტომ რომ აი ვიცი რომ ლუდს დავლევ ხა. და ვერ ხსნი რატო, ანუ უკეთესი გემო აშკარად ბევრ რამეს აქვს, ესე ოფიციალურად, მაგრამ ლუდი ძალიან მევასება. იმიტომ რომ ლუდზეც იგივე ხდება, რომ ვსვამ ლუდს, დალევადია პირველ რიგში, ცხვირზე შეკავების გარეშე დალევადია და ანუ მე ეს ენდორფინები ებრძვის ამ ცუდ ყველაფერს, საწამლოებს და რაღაცებს პირში და მიხარია რა და მაგიტომაც მეღიმ. ხო და კიდე ერთი არის ესეთი რა, ნანუკა შენთვის ვამბობ, რო იცოდე, გრეიფრუტში არის ნარინჯინი ქვია იმ ნივთიერებას, რომელიც სიმწარეს აძლევს იმ გემრიელეს ციტრუსოვან შელს, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს. სხვათა შორის საქართველოს ბანკი მობილ ბანკში ათამაშებს 650,000 ლარის საპრიზო ფონდიდან პულს, რომელიც არის ძალიან ბევრი. ძალიან მარტივია, ოღონდ მონაწილეობას მიიღებთ და შეხვიდეთ მობილ ბანკში, თუ არ გაქვთ მობილ ბანკი და გადმოწეროთ მობილ ბანკი, რომ შეხვალთ ამ მობილ ბანკში, ბილეთებს აგროვებთ, ოღონდ ბილეთებს აგროვებთ ყველაფრიდან, ანუ გადარიცხვა, გადმორიცხვა, რაღაცა იმის აქტივაცია, პროდუქტის აქტივაცია, ანუ ჩვენ უნდა გამოიყენოთ მობილ ბანკი და ბილეთებს აგროვებთ ამ გამოყენებით რა. მინდა მე 4 ბილეთი. საერთოდ დააგროვე 4 ბილეთი. არ ვიცი. აბა მე რამდენი მაქვს? მე თუ მოვიგე ხა ჩაწყობილი რაღაცები არ დაიწყოთ, ნერვები არ მომიშავოთ, ძალიან მჭირდება ფული. არა, 6 ბილეთი მაქვს. აი ესე რომ შეხვალთ მობილ ბანკში, ამორგიდებთ აი ამას, აი. იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი ბილეთის დაგროვების გზები ნახოთ, საჭირო მობილ ბანკის ბოლო ვერსია გქონდეთ. გასაგებია მაქვს ბოლო ვერსია თო. და დასააპდეიტებელი მაქვს, დაუცბად დააპდეიტეთ, რა ვიცაც გაქვთ და დააპდეიტოთ უეჭველი. ხო მე ვაპდეიტებ და გეტყვით რამდენი ბილეთი მაქვს რა, ანუ შანსი გაქვთ თუ არა საერთოდ და ეხლა გაიგებთ. რამდენი მაქვს იცი? 67. შენ 6 გაქვს? თავიდან უფასოდ გაძლევს. მაინც მე მოვიდე. ხო და ძალიან მაინტერესებს რა.
მაგრამ ასწორებს მობილ ბანკსაც ვიყენებდი, ყველაფერს მობილ ბანკიდან ვაკეთებდი. ეხლა მობილ ბანკიდან გაკეთებული რაღაცები თუ ბილეთები და მე რიცხი, მაგრამ ბილეთებით მაყუც მოვიგებ ხო საერთოდ. საქართველოს ბანკს მიმართავ, თუ აქ ბილეთი მოვიგეთ, იქ გავქვითოთ და აქ გავქვითოთ, არ მაინტერესებს. ეხლა გავიდავიდეთ მჟავეზე. მჟავე არის მჟავა acid. ანუ მჟავის შეგრძნებაო, იმიტომ გაჩნდაო ადამიანის პირის ღრუშიო, რომ მიმხვდარიყავითო გაფუჭებული საჭმელი, ანუ რაღაც რომ ფუჭდება, მჟავდება რა. და მაგის შეგრძნების ისაა, რომ რაღაცა საჭმელი ჭამადია, მაგრამ როგორც კი ამჟავდება, ის აღარ არის ჭამადი. და მაგიტო გვაქვს გამომუშავებული მჟავის შეგრძნება. მაგრამ თუ ოდნავ მჟავი არის, აი მომჟავო როცა არის, ხშირ შემთხვევაში C ვიტამინის ის არის რა, გასაყანო ოდნავ მჟავი რაღაც თუ არის რა ბუნებრივად, ესე იგი C ვიტამინი აქვს იმას. და ამიტომ ნაკლებად გვტკივა მჟავე რა, ვიდრე მწარე, იმიტომ რომ მწარეში ეგრე არ არის და მჟავეში არის. მჟავი არის მადის აღმძვრელი გემო რა. ბევრ სამზარეულოში აპეტაიზერი, ანუ პირველი საჭმელი აპეტაიზერი არის მადის აღმძვრელი რა. აი პირველს რო ეძახიან რა. აპეტაიზერი არის ხოლმე მჟავე. იმიტომ რომ მჟავეს რო ჭამს ადამიანი, ტვინი ფიქრობს რომ ეს უნდა ჩარეცხოს, ეს მჟავა, რაც შეიძლება ჩქარა და ნერწყს გადენს რა. ნერწყი არის ბუნებრივი საკვების დამშლელი, ეხმარება საკვების დაშლაში და თან პალეტის გამწმენდია რა. და მჟავა როგორც კი პირზე გვხვდება, ეხლა მჟავეზე და ლიმონზე რო ვილაპარაკო, თქვენს ნერწყი მოგადგებათ მანდ. იმიტომ კი რომ ლიმონს და პროსტა ტვინს დამოღამებული აქვს რომ მჟავეზე და ლიმონზე ნერწყი უნდა წამოგივიდეთ, რომ ეს ჩაიწმინდოს ეს მჟავა რა. და თან ყველაფერს რო თავი დავანებოთ, მჟავეს როცა მიირთმევთ, კუჭის წვენი უფრო მეტი გამოიყოფა და უფრო ისეთ შეგრძნება გაქვთ, რომ უფრო ხშირად. და ზუსტად მაგიტო მე, ვაჟა გოგო, ყოველთვის ხინკალში ვასხავ ძმარს, იმიტომ რომ ერთადერთი გემოს პროფილი, რაც ჩემი გადმოსახედიდან ხინკალს ჭირდება და უხდება, შეიძლება არ ჭირდება, მაგრამ უხდება, არის მჟავე. ძმრით ვჭამ მაგალითად 20 ხინკალს, უძნოდ ვჭამ 13 ხინკალს. და ყველა ეგრე იქნება დარწმუნება, იმიტომ რომ როცა მჟავე რაღაცას ჭამ, ნერწყვიც მეტი მოგდის, მარტივად ყლაპავ, კუჭიც მეტი კუჭის წვენი გამოიყოფა, კიდევ უფრო რთულად ნაყრდებით და ასე შემდეგ რა. ამიტომ კულინარიაზე რო გადავიდეთ, მჟავი არის ერთ-ერთი ყველაზე მადის აღმძვრელი გემოებიდან. კულინარიაზე დავრჩეთ და გადავიდეთ მარილზე. მარილს გემოში ვეძახი მე სატურაციას რა. ანუ აი ბრაითნეს არა, უფრო აი სატურაციას. სიმკვეთრეს რა. შეხედეთ, გემოების გამხსნელი არისო, გახსოვთ? MasterChef-ში რო იძახდა ლევან კობიაშვილი, რომ მარილი არის გემოების გამხსნელი. ვინც არ არის კულინარიაში უჭერს ხოლმე გააზრება რას ნიშნავს გემოების გამხსნელი. და ეხლა დაახლოებით გეტყვით რა. აი უმარილო კერძი არის აი ეს. და რაც უფრო მარილიანი ხდება, იდეალური მარილი არის ეს და გადამლაშება არის ეს. ანუ საბოლოო ჯამში გადამლაშებულ საჭმელს ჯობია უმარილო იყოს. იმიტომ რომ ხედავთ რას ვაკეთებ და აი ამ მომენტში ვერ ხედავთ მე რას ვაკეთებ, იმიტომ რომ მარილს წაღებული აქვს ყველაფერი. და როცა შუაში დადგება, არის იდეალური. ზუსტად ეგეთი ამბავია მარილი. დაჟე შაქარსაც კი ტკბილ რაღაცას რო ოდნავ მწიკვი მარილი მოვაყაროთ, უფრო ტკბილია, იმიტომ რომ მარილი გემოებს ხსნის. მარილი თქვენ ენას უფრო გრძნობიარეს ხდის ამ გემოების მიმართ რა. სიტყვა celery რო არის, ხო იცით, ხელფასი. შესაძლებელია მოდიოდეს მარილიდან, იმიტომ რომ რომის იმპერიაში ჯარისკაცებს მარილით უხდიდნენ რა ხელფასს, ანუ მარილს აძლევდნენ რა. რასაც ერქვა სალარიუმი, ანუ სალარიუმი იყო მარილი და celery არის ხელფასი და თან ხელფასად იყო ადრე მარილი, რომელიც სალარიუმია, რომელიც ხელფასია. გვხვდებით რასაც ვიძახი. დაჟე ადრე იმდენად მაგარი როჟა იყო მარილი და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ თეთრ ოქროს ეძახდნენ მარილს. ანუ თეთრი ოქრო, ხო არის შავი ოქრო, ხა ნავთობი. ადრე იყო თეთრი ოქრო და იყო მარილი. და საინტერესო ფაქტი ერთი მარილთან დაკავშირებით, რომელსაც ვერ ხსნი, არ ვიცი, თურმე კოსმონავტები ჰაერში, სადაც გრავიტაცია არ არის, უფრო მეტ მარილს აყრიან საჭმელს, ვიდრე ჩვენთან ქვემოთ. ანუ უფრო მეტი მარილი ჭირდება საჭმელს ზემოთ, სადაც გრავიტაცია არ არის, ვიდრე ქვემოთ აქ. არ ვიცი რატო. შეიძლება ვიღაცას პასუხი აქვს, მაგრამ მე არ ვიცი რატო ვერ ხვდები. და გადავიდეთ შაქარზე, იმიტომ რომ შაქრის ირგვლივ იმდენი რაღაც იდეა არსებობს, იმდენი რაღაც არსებობს, კარგია, ცუდია, საშნელებაა, ძალიან კაია. ერთი ის თქვათ, რომ ტკბილი ასოცირდებოდა ყოველთვის უსაფრთხოსთან. ანუ აი ბუნებაში, რაც ტკბილია, ის
98% შემთხვევაში უსაფრთხოა რომ ჭამა და ტკბილი ჩვენ მაგრად გვევასება. ძალიან მოგწონს, ძალიან გვსიამოვნებს. თვალებს ვახელთ ტკბილს რო ჭამთ. ანუ ნარკოტიკებითაა ჩვენთვის ტკბილი რა. ტკბილი ასოცირდება ენერგიასთან. ანუ შაქარი არის ენერგიის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი წყარო. ეს გლუკოზა რაც შაქარში არის ენერგია. ანუ შაქარში არის 50% გლუკოზა, 50% ფრუქტოზა. 50-50 არის. გლუკოზა არის ენერგიის წყარო, რომელიც ენერგიას გაძლევს, რომელიც არის, რა ვიცი, ენერგიის წყარო, ხოლო ფრუქტოზა არის იგივე ტკბილი ნივთიერება, ზუსტად ისეთივე, даже უფრო ტკბილია. უფრო ტკბილად აღიქმება ვიდრე გლუკოზა, მაგრამ არაფერი ენერგიის, არანაირი ენერგეტიკული ღირებულება არ აქვს, უბრალოდ თუ ბევრ ფრუქტოზას მიიღებთ, ღვიძლი ჩაგეშლებათ. ეს არის და ეს. პირველი კამფეტი, რომელიც გამოიგონეს, ტკბილი დესერტი, რომელიც გამოიგონეს იყო, რომ იცოდეთ, თაფლიანი თხილი. ანუ თაფლში ამოვლებული თხილი. აი ადამიანები არიან, რომლებიც აი შაქარს არ მიირთმევენ და გონიათ, რომ შაქარია პრობლემა და მიირთმევენ თაფლს. თაფლშიც ეგრეა, ნახევარი ფრუქტოზა, ნახევარი გლუკოზა და კიდე რაღაც 10% სხვა შაქრები, რომლებიც ისევ გლუკოზა და ფრუქტოზას ისინი არის რა და აი ალბათ 1%-ია ის თაფლის ნამდვილი აი სხვა სიტკბო, რომელშიც არც გლუკოზა შედის და არც ფრუქტოზა შედის რა. დანარჩენი იგივე, ჩვეულებრივ შაქარია, ტკბილია, ანუ და თან დღეს ადამიანი 20 ჯერ მეტ შაქარს მოიხმარს, ვიდრე 500 წლის წინ მოიხმარდა რა. და ალბათ 100 ჯერ ნაკლებ შაქარს, ვიდრე 1000 წლის წინ მოიხმარდა. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენი ორგანიზმი შაქრისთვის, ტკბილისთვის რა, არ ვართ მზად, რომ ამდენი ტკბილი მივირთვათ რა. ხასიათზე თუ გინდათ იყოთ, თუ გინდათ, რა ვიცი, ანუ აი ფსიქოლოგიურადაც, ფიზიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ტკბილი დააბალანსოთ რა. შაქარს მიირთმევთ თუ კიდე ისაა საინტერესო. ჰიმალაის მარილი რო, ანუ მარილი და ჰიმალაის მარილი. ერთი და იგივეა. ანუ აი არაფერი სხვაობა არ არის. ანუ ფერის გარდა ანუ ზუსტად იგივეა. პროსტა რაღაცა ნივთიერება არის, რაც შეფერილობას აძლევს. ამასაც გემო არ აქვს. არც კვებითი ღირებულება არ აქვს. არც ენერგეტიკული ღირებულება არ აქვს. ფერირი ღირებულება აქვს მარტო, ანუ სხვა ღირებულება არ აქვს. მასტერშეფში იყო ლუკა ნაჭყები არის კვების ტექნოლოგი რა. ეხლა რასაც ვლაპარაკობ იმას ესმის აი თავიდან ბოლომდე. მე ზედაპირულად ვლაპარაკობ იმას აი სიღრმეებამდე იცის რა. და ის თქვა რა ქვია, ვიღაცამ გაუკეთა რა, შაქარი არ მიქნიაო და ტკბილი როგორ არის მოფოდა. თაფლი უკენიო და მოკვდა სიცილით რა. ანუ რა მნიშვნელობა აქვს თაფლს უზავთ შაქარს რა განს, ანუ რატო გონია რომ შაქარი რო ქენ ჯამრთელი არისო, რატო გონიო თაფლი. თაფლს კი აქვს რაღაცა სხვაც. აი სხვა ნივთიერებაც რომელიც კარგი არის, მაგრამ თუ შენ გინდა რომ შენთვის არ შეიძლება დიაბეტი თუ გააქვს მაგალითად, შენთვის არ თაფლი არ შეიძლება. ანუ რა მნიშვნელობა აქვს? ანუ ორი მაინც შაქარი, ანუ ტკბილია რა. ტკბილი არ შეიძლება ინდობდეთ. შაქრის გაკონტროლებას, გლუკოზის გაკონტროლებას თავიდან მომდე ტკბილი გააკონტროლეთ რა. რაც უფრო ნაკლებ ტკბილს მიიღებთ, მით უფრო კარგია თქვენთვის რა. დღეში რაღაცა დოზით ტკბილის მიღება შესაძლებელია. არაფერს არ შეცვლის თქვენს იმაში რა. ხასიათის გაგიღიმებათ ერთი-ორი წამი. ხო, ეს იყო გემოები, რაც უკვე არსებობს. ეხლა კულინარიაში გაჩნდა რამდენიმე გემო კიდე რა, რომელიც ამბობენ რომ გემო არისო რა. ერთ-ერთი არის მაგალითად დღეს რო ვიკითხო, მე რო 4 გემო ჩამოვთვალე, მე 5-ს მიემატებენ და უმამი სიტყვიან. ანუ უმამი რომელი გემო იცით? აი გემრიელთან ასეთ აი ხორცის გემო არის უმამი, აი სოიოს გემო არის უმამი, პარმეზანს აქვს უმამი გემო, აი დამაკმაყოფილებელი, აი full გემო რა, აი ვერ ვხსნი მაგას რა თქმა უნდა რა შეგრძნება, მაგრამ აი პარმეზანს ხო იცი განს აი პარმეზანის გემო რა, აი ხორცის გემო არის უმამის გემო რა და მაგიტო სოიოს კატლეტებს რო აკეთებენ გახსოვთ, აი სამარხო რო იყო ხორცის ხორცს რო გავდეს, აი სოკოც უმამი არის სხვათა შორის, აი ხორცის შემცვლელი, შემო ლობიოც უმამი არის რა, გონი ლობიოც უმამია. აი ხორცის შემცვლელი რაც არის გემოში, ეგ არის უმამი, აი სოიოს იმიტოა ყველაზე ახლოს გემო მაგალითად ხორცთან, რომ ორივე არის უმამი. კიდე ამბობენ მეცნიერები, რომ პირში გაგვეჩითაო ცხიმის შეგრძნება გვაქვს რა და ოლეოგუსტუსი ქვია ამ გემოს რა, რომელიც არის უბრალოდ ცხიმის გემო. ანუ ცხიმი რა, ზეთის გემო, აი ზეთს რო პირში ჩაიდებ ხო ხვდები, ფაქტურასთან ერთად კიდე რაღაცა გემოსავით რა. და ამბობენ, რომ ეს რეცეპტორი გვაქვს ენაზე, რომელიც ოლეოგუსტუსის გემოს აფიქსირებს, რომელიც არის ცხიმის გემო. კოკუმი ქვია, იცი რომ იმას გემოს სულის შემხუთავი გემო რო არის. აი მაგალითად ლურჯი ყველი, აი ლურჯ ყველს ხო აქ თავში ჩაკბეჭა ბევრს.
აი ეს რო აქ რა, აი ეგ არის ისა რა ქვია, კოკუმი. არსებობს კიდე მეტალიკი, ანუ მეტალის გემო. უეჭველი გაქვთ გემებაში მეტალის გემო, რომელია ცოტა ჟავეს გავს, აი ჟანგის გემოს გავს რა. აი უეჭველი იცით რა გემოზე ვლაპარაკობ, აი თითქოს ხო მეტალი არავის არ დაგვიღეჭავს და გემო არა აქ ამ მეტალს თითქმის. მაგრამ აი გვაქვს რაღაცა შეგრძნება და მეტალს თავის აი წარმოდგენაში გვაქვს, ვიცით რა გემო აქვს მეტალს რა. ალკალაინი, რომელიც არის სოდის გემო. აი სოდასაც ხო თავის დამახასიათებელი გემო აქვს, სოდას და საპნის. აი საპონსაც ხო რაღაცნაირი აი არ ვიცი, მაგრამ ალკალაინი ქვია აი სოდის და საპნისებრ გემოს რა, რომელიც ჩვენ რეცეპტორებზე ამბობენ რომ ანუ 100% აქედან არც ერთი არ არის დამტკიცებული და რაღაცა გაკეთებული, მაგრამ არსებობს მოსაზრებები რა. ზოგი მეცნიერი ამბობს რომ კალცის სპეციალური რეცეპტორი გვაქვს ენაზე იმისთვის რომ კალცის გემო შევიგრძნოთ რა. ანუ ცალკე გვაქვს რეცეპტორი, რომელიც იმენა კალცის გემოს იმას გვიშვება რა ქვია. აღვაქმევინებს. და მე ვფიქრობ რომ ძალიან რო განვითარდებით რაღაცა დრო რო გავა, აი ვირუსის გემოს შეგრძნება შეგვეძლება. რომ დავირუსებული საჭმელზე რო შევჭამთ ამ საჭმელს, მივხვდებით რომ დავირუსებულია და ექნება წყლატვე გემო. ეგ არის წყლატვე. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რაღაც არსებობს ამ გემოებზე და რაღაცეებზე რა, გემოებზე და არომატებზე. და რა თქმა უნდა მე მაგ სიღრმეებზე არ ჩავალ, იმიტომ რომ ეს არხი იმისთვის არ არის, რომ სიღრმეებზე ჩავიდეთ, ეს არხი იმისთვის არის, რომ რაღაცა ზოგადი ზედაპირული ინფორმაცია მოგაწოდოთ ისეთ რაღაცებზე, რაც ყოველდღიურობაში გვხდება. ეხლა დარწმუნებულია, რომ ვინც ეს ყველაფერი არ იცოდით და მომისმინეთ, უფრო მეტად გაიაზრეთ, საერთოდ ბევრი რაღაცა პირში შედის და მაგრამ რა გამოდის. ხო და თუ რა თქმა უნდა ვიღაცას ძალიან დაგაინტერესებთ ეს ყველაფერი და გემოებზე გამოშტერდებეთ, წახვალ და კვეპის ტექნოლოგიას აირჩევთ პირველი იმას რა ქვია, აგრარული უნივერსიტეტის ძალიან გამიხარდება, იმიტომ რომ შეიძლება და არც კი გცოდნოდათ რომ ეს გაინტერესებთ და ვიღაცას უნდა ელაპარაკა ამაზე და ვიქნები ბედნიერი რომ ეს მოვახერხე, თუ არა და ნურა. სხვათა შორის ბათუმში ერთი ადამიანი იყო, ვისაც მაისურს დავპირდი, მაგრამ ძალიან წვიმდა და მეორე მაისური არ მქონდა და მეორე დღეს ის მაისური ძალიან სველი იყო, არ გაშრა, იმიტომ რომ მთელი ღამე წვიმდა და ტალახიანი იყო და იმ ტალახიან მაისურს ვერ მიუტანდი, მე ეს მაისური ისევ მაქვს, რომ იცოდე მეგობრებო, მახსოვს ყველაფერი. უბრალოდ ვერ ვაკადრებ, ანუ ჭუჭყიან თლიან სველ მაისურს ვერ მივცემდი. ამიტომ გავრეცხე ის მაისური იქ არის და რაღაცა მომენტი რომ მოვა, რა ვიცი, მითხარი სად როგორანაირად და აუცილებლად არსად არ წავიღებ, გარდა აღარც მე აღარ ჩავიცვალ. იმედია მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ ვიღაც ავებს გონიათ რომ ბანძი YouTube არხი მაქვს რა და ძალიან ჩემი საყვარელი YouTube არხია, ჯერ ბასტო ფანტასტო მე ჰამაკია, ჰამაკაზე ძალიან გვჭირდება, იმიტომ რომ კოდარ არხს ვაცოცხლებთ და ძალიან კაი რაღაცებით ვაპირებთ გაცოცხლებას. ეხლა ზუსტად ვიცი რასაც ვიძახი რა, უძერსკესი კონტენტი დაიდება, აგერ ჰამაკი, აგერ მაწერია, ბასტო ფანტასტო არხია. გამოიწერეთ არხი მართლა და ლაიქეთ ვიდეო, დაწერეთ აქედან ამ ინფორმაციიდან, რა იცოდით, რა არ იცოდით და რამ გაგაოცათან, რა გაგისწორდათ, რომ შემდეგ ნაწილებში უფრო აქცენტი გავაკეთო ეგეთ ინფორმაციაზე რა და ეს არხი უფრო სათქვენ ვარხად ვაქციო და უფრო მეტი კაი კონტენტი გადავიღო. წავედი კოცნით, გამოიწერეთ არხი და იმას მიქენით რა ქვია, სკიბიდი ტოილეტი რომ მომაწოდოთ.